ჟენევის მოლაპარაკებების 23-მე რაუნდი დასრულებულია. ქართული დელეგაციის სამუშაო ჯგუფებმა ერთდროულად რამდენიმე საკითხი დააყენეს დღის წესრიგში. პირველ რიგში კი დევნილთა უპირობო დაბრუნება და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიასთან ეგრეთ წოდებულ სადემარკაციო ხაზზე მოქალაქეთა შეუზღუდავი გადაადგილება. ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნა იყო მავთულხლართებისა და ბარიკადების პრობლემების გადაჭრაც. მომავალი შეხვედრისთვის, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება, მხარეები რამდენიმე საკითხის განხილვაზე შეთანხმდნენ. მათ შორის არის ჰუმანიტარული ვიზიტების ხელშეწყობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხების მოგვარება. საკმაოდ წვავე დავაყენეთ ის საკითხები, რომელიც აინტერესებს ჩვენს მხარეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველ ჯგუფში ეს იყო ძალის გამოუყენებლობის შესახებ ის დეკლარაცია, რომელზეც მუშაობს ეს ჯგუფი, თუმცა რომელიც არ ანაცვლებს რუსეთის მხრიდან სამხრივად ასეთი ვალდებულების აღებას. ცენტრალურ საკითხად დავაყენეთ გადაადგილების თემა, გადაადგილების თავისუფლების თემა. საკმაოდ კრიტიკულად დავაყენეთ საკითხი იმ შეზღუდვებზე, რომელიც დაუწეს ეს ეგრეთ წოდებულმა de facto ავტორიტეტებმა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის აუცილებლობა და ამასთან დაკავშირებით სათავშომარებს ხონდა ძალიან კარგი და კონკრეტული წინადადებები.